ხილება არ შეიძლება ადამიანის ხელით? ძალიან დიდი სიფრთხილე ამ ყოველივეში საჭირო, როდესაც მხილების სული შემოგაწვება. სად არის მაშინ სხვარი, რომ არ იყო ნელთბილი? ღმერთს უნდა დააცადოთ, რომ გადაწყვეტილებას იზღებულობს. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ორი ერთმანეთში არაურიოთ? ხიბლი არის სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც არ გაძლევს საკუთარი თავის დანახვის საშუალებას. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ჩვენ გადავწყვეტეთ ვისაუბროთ, რას ნიშნავს ხიბლი. მოგესალმებით, მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ადამიანები არ ჩავარდეთ ხიბლში. ზოგს ეს გონია ხოლმე სულიერი გამოცდილება, რომ რაღაცა დავაგროვეთ და ვიცით და შესაბამისად მოქმედებთ. აი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ორი ერთმანეთში არაურიოთ და სინამდვილეში გვეგონოს ჩვენ, რომ აი სულიერად გამოცდილები ვართ და რაღაცას სწორედ ვფიქრობთ, სწორედ ვაზროვნებთ და სწორედ ვაკეთებთ და ვიყოთ ხიბლში. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ეს თემა გაგვეკეთებინა და მოდით ალბათ უმჯობესი იქნება პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს ხიბლი. ხიბლი ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის საკუთარ თავს ვერ ხედავს, რა რეალობაში იმყოფება. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. ეს უფრო მეტად საშიში მდგომარეობაა, ვიდრე მძიმე ცოდვით დაცემული ადამიანი. იმიტომ რომ მძიმე ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანმა შეიძლება დაინახოს საკუთარი თავი და თქვათ სინანულის გზით მან დაიწყოს გამოსწორება და თქვათ უამრავი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენ ეკლესიის ისტორიაში, რომ ადამიანები მიუხედავად ამ მძიმე ცოდვისა, ისეთ სიმაღლემდე ასულან, ისეთ სიწმინდეს მიღწეულან, რომ დღეს კალენდარშია მათი სახელები შეტანილი და ხატებია მათი დაწერილი და ჩვენ ვლოცულობთ მათ წინაშე. ამიტომაც ეს გახლავთ, რატომ მოვიტანე შედარება, რომ შეიძლება იყოს ადამიანი მძიმე ცოდვაში, მაგრამ ხედავდეს საკუთარ თავს და შეიძლება იყოს ადამიანი ხიბლში და ხიბლი არის სწორედ ის მდგომარეობა, რომელიც არ გაძლევს საკუთარი თავის დანახვის საშუალებას. ეხლა თუ დავიწყებთ ჩვენ ამის ახსნა განმარტებას, მინდა გითხრათ, რომ რაღაცა მეტნაკლებ ხიბლში ყველანი ვიმყოფებით. არ არსებობს ადამიანი, რომ რაღაცა ეს, მაგრამ დოზებს გააჩნია, აქ რა ამაზეა საუბარი და ზოგადად კაცობრიობა შეიძლება ითქვას, რომ სულ მთლიანად ხიბლშია, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულზე უფრო მეტი წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს მან საკუთარ თავზე. თუმცა კი ეს არ გვიკვირს ჩვენ. საღვთისმეტყველო განმარტება ესეთი ახლავს ამას ამ ყოველივეს, რომ ნახეთ, ადამიანი არის შექმნილი ნამდვილად მეფობისათვის. ღმერთთან ურთიერთობა, ანუ იმ უმაღლეს არსებასთან ურთიერთობისას, რომელიც მისი შემოქმედია. ამ ურთიერთობისთვის არის შექმნილი ადამიანი მეფობისთვის, განღმრთობისთვის. მასთან ურთიერთობაში ის ისევე უნდა თანაღმერთი გახდეს, არა ბუნებითი ღმერთი, არამედ თანაღმერთი უნდა გახდეს, როგორც იყო ეს ჩაფიქრებული თქვათ ადამიანის შესაქმეში. თუმცა კი ცოდვის დაცემის შემდგომ ეს ყველაფერი შეიცვალა და შეიცვალა, იცით როგორ, რომ ეს რაღაცა დარჩა თითქოს ჩემს ქვეცნობიერში, რომ ამისთვის ვარ შექმნილი, მაგრამ როგორ ვემზადები ამისთვის და რა უნდა გავაკეთო ამისთვის, უკვე ამის დანახვა აღარ შემიძლია. გამოდის, რომ რაღაცა ღმერთი ჩამოშორდა ამას და მხოლოდ ეს ბუნება დარჩა, რომელიც უფრო ამპარტავნებისკენ და ხიბლისკენ გვიბიძგებს, ვიდრე თავმდაბლობით, აი რაღაცა იმ მოდით ასე ვთქვათ, რომ ჩვენში არის რაღაცა ჩადებული ბუნებითი თვისებები. ისევე როგორც ეს არის ჩადებული ცხოველებში, მცენარეებში, ყველაფერ შესაქმეში რაღაცა თვისება არის ჩადებული და ჩვენ გვითქვამს არაერთგზის, რომ ახლა ფუტკარი არ ამთავრებს უნივერსიტეტს, იმიტომ რომ თაფლი გააკეთოს. მის რომ დაიბადება უკვე იცის რაც უნდა გააკეთოს, რაღაცა გენეტიკურ კოდსაც უწოდებენ ამას შეიძლება ითქვას. მოდით დავარქვათ ამას რაღაცა ინფორმაცია, რომელიც მას უკვე აქვს. ეს არის რაღაცა ის სამშვინველი, რასაც ჩვენ შეიძლება უწოდებდეთ, რომელიც სამშვინველითაც ის იმართება.
ამიტომაც რაღაცა თვისებები სწორედ ასეთი ადამიანს აქვს მიცემული და აქვს მიცემული რაღაცა გარკვეული ცოდნაც კი, რომელიც ცოდვით დაცემის შემდგომ, ანუ როდესაც ადამი დაეცა, ჩვენ ვიმემკვიდრევთ დაცემული ბუნება, ანუ ყველა ადამიანი, ვინც იბადება ამ დაცემულ ბუნებაში იბადება, იმიტომ რომ მოკვდავია ვხედავთ, იმიტომ რომ ავადმყოფობას ექვემდებარება, ვნებულია მოკლედ და ხრწნადია ვხედავთ. და შესაბამისად ვიმემკვიდრევთ ეს არა მარტო რაღაცა ხორცზე აისახა, არამედ ჩვენ სულიერ თვისებებზეც აისახა ეს. იმიტომ რომ მაგალითისთვის ჩვენ ერთ-ერთი გადაცემა გვქონდა მრისხანების შესახებ ლაპარაკობდით და მრისხანება კი არ მოუგონია ადამიანს და რაღაცა კი არ შეუსწავლია სადღაცას უნივერსიტეტში კი არ მისულა ამის გულისთვის. მრისხანება მასში არის ჩადებული როგორც ბუნებითი თვისება. ოღონდ ეს ცოდვით დაცემამდე, რა თქმა უნდა, სხვანაირად იმართებოდა და ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანი ხშირად ვეღარ აკონტროლებს ამას და შეიძლება მრისხანებდეს უმიზეზოდ და შეიძლება მრისხანებდეს არასწორი მიმართულებით. თორემ მრისხანება ღმერთისგან არის ჩადებული, ეს არავის ეგონოს რომ რაღაცნაირად ჩვენ გამოვიგონეთ. ამიტომაც ესეთივე არის ჩადებული, ეს შენში არის ეს ინფორმაცია, რომ განხრთობისთვის ხარ და ამას გრძნობ აბსოლუტურად ყველაფერში, იმიტომ რომ შენი დარის შესაქმეში არაფერი არ არის. ანუ სულოსაგანია და რასაც ჩვენ სულიერ შეიძლება ვეძახდეთ, მაგალითად, რომელიც მოძრაობს, დადის და გადაადგილდება, მას ნახავ რომ აზროვნების უნარი არ გააჩნია, იმიტომ რომ ამ ამ გენეტიკური კოდით იმართება, იმ სამშვინველით იმართება, რომელიც მას აქვს მიცემული, რომ ზუსტად იცის, თქვა, საქონელმა რომელი ბალახი უნდა ჭამოს და რომელი არ უნდა ჭამოს და ამისთვის მას ესე იგი ბიოლოგიის გაკვეთილები არ აქვს გავლილი და ზუსტად იცის, თქვა, ფუტკარი უკვე ვახსენეთ და უამრავი რამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ეხა ზღვის ცხოველები იქნება თუ ხმელეთის ცხოველები იქნება, ყველაფერს აქვს ესეთი გენეტიკური კოდი. რომელიც ინსტინქტურად ცხოვრობს და არა აზროვნებით მონაცვლეობით. რა თქმა უნდა, სამაგიეროდ ეს იცის ახლა მაგალითისთვის თუ ავიღებთ ხამ რომელი ბალახი უნდა ჭამოს, მაგრამ აბა ახლა ჩვენ მას მოვთხოვოთ ლოგიკური მსჯელობა რაღაც თემაზე. როგორადაც არ უნდა წრთვნა, როგორადაც არ უნდა ამეცადინო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი ცხოველია ვიღაცა იტყვის, აი ძაღლი ძალიან ჭკვიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია რაღაცა დავალებები ასწავლო და ეს დავალებები მან დაიმახსოვროს, აქვს მას მეხსიერების უნარი, რომ თქვა სახლში რო შედიხარ, ფეხსაცმელი გამოგართვას და თავის ადგილას დააწყოს. აქვს მართლაც და გვინახავს კიდეც უამრავი სატელევიზიო ისე თუთიყუში, რომელიც ლაპარაკობს. მაგრამ აბა დავსვათ სკოლაში და ვამეცადინოთ. ეხლა თუ ისწავლის, თქვა, მათემატიკას და თუ ისწავლის ლოგიკურ მსჯელობას რაღაცა საკითხთან მიმართებაში. ეს ხომ გამორიცხულია, ხა ასეთი რამ არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, რომ ეხლა დადგეს და მან რაღაცა შრომა დაწეროს, ან თუ ვერ თქვა წერის უნარი ვერ ზეპირად თქვას რაღაცა თქვა ისეთ. ეს გახლავთ სწორედ ის თვისება, რომელიც ადამიანშია და ეს არის მისი მოაზროვნეობითობა. მაგრამ ცოდვის დაცემის შემდგომ კიდევ ერთხელ ვახსენებ ამას. ძალიან ბევრი რამ გაუკუღმართდა და ამ ერთ-ერთ გაუკუღმართებას წარმოადგენს ის, რომ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს. და ეს გახლავთ სწორედ ხიბლისეული მდგომარეობა. რა მდგომარეობაა და როგორ უნდა მოხდეს აქედან გამოსვლა, თუმცა კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან ძნელია. ამიტომაც დავასახელე მაგალითად, რომ მძიმე ცოდვაში მყოფი ადამიანის გამოფხიზლება ბევრად ადვილია, ვიდრე ხიბლში მყოფი, რომელიც შეიძლება არ ცოდავდეს გარეგნულად. ეს ხიბლი იგივე ამპარტავნებაა, შეგვიძლია რომ გავაიგივოთ, რომ იმდენად ამპარტავანი ადამიანი, რომ უკვე თავის მოწოს, რომ საერთოდ ვეღარ ხედავს, თუ აი რა დროს ხდება? იცით რა, პირიქითაც გეტყვით, შეიძლება საკუთარ თავი იმდენად არ მოწონს, რომ მეორე უკიდურესობაში იყოს ჩავარდნილი. ამიტომაც და ესეც ხიბლია. ამპარტავნება, რა თქმა უნდა, მამები ამას ამბობენ, რომ საწყისია თითქმის ყველა ცოდვისა და აქედან მომდინარეა ეს, იმიტომ რომ ანგელოზი სწორედ ამან დასცა. ანგელოზის დაცემაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირ ეს სწავლება, რომ ანგელოზი დაეცა ამპარტავნების შედეგად, იმიტომ რომ მას გაუცხადდა უდიდესი საიდუმლოება. უდიდესი საიდუმლოება, რომ სამყაროს შექმნის შემდგომ ადამიანი რომ დაიცემოდა, ღმერთი ადამიანად მოვიდოდა და ვერაფრით ვერ დაუშვა მან, როგორც უმაღლესმა ქმნილებმა, ანგელოზთა დასში მყოფმა, რომ თაყვანისცემა შეიძლებოდა ანგელოზისგან მომხდარიყო ადამიანისა. და ეს მართლაც ასე მოხდა, იმიტომ რომ ქრისტე ღმერთი არის ღმერთკაცი და მისი თაყვანისცემა, რა თქმა უნდა, ანგელოზებსაც ევალებათ. და სცემენ თაყვანს ღვთაებრივ ბუნებასაც და ადამიანურსაც, იმიტომ რომ ეს ქრისტესთან კი არ გაყოფილა არასდროს. მარტო კაცი როცა იყო, მაშინ ქონდა შეძენილი ადამიანური ბუნება და ამის მერე დატოვა დედამიწაზე და წავიდა, ასე კი არ არის. ადამიანური ბუნება ამაღლდა ზეცად, როდესაც ჩვენ ამაღლების დღესასწაულს
აღდგომის შემდგომ მე-40 დღეს დღესასწაულობ, ეს სწორედ ამაზე მიგვითითებს ყველაფერზე და ანგელოზმა ვერ დაიტია ეს, რომ მასზე მის შემდგომ, თქვათ, შექმნილი, მის შემდგომ მასზე დაქვემდებარებული შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ თვითონ უნდა ყოფილიყო განმანათლებელი რგოლი ღმერთსა და ადამიანს შორის და ახლა აღმოჩნდა, რომ ადამიანის თაყვანისცემისკენ შეიძლება მოუწოდონ, ვერ დაიტია, რა თქმა უნდა, და ეს იყო ამპარტავნების შედეგი. ჩვენ კი გადავერთეთ ახლა სხვა თემაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც საინტერესო ადამიანისთვის, რომ რატომ მოხდა ანგელოზის დაცემა და ძალიან მოკლედ ვთქვით ახლა ამას მთელი საღვთისმეტყველოში რომები აქვს მიძღვნილი და ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს გახლავთ სწორედ ერთ-ერთი ხიბლის მაბიძგებელი, მინდა შეიძლება ითქვას, რომ შენ რაღაცნაირად ვერ ხედავდე, ვერ აფასებდე იმ რეალობას, რომელიც გჭირს. ანუ მაგალითად რაღაცა შეიძლება დაავადება ქონდეს ადამიანს და ამბობდეს, რომ არაფერი არ მჭირს და არ მჭირდება მესავადყოფო, არ მჭირდება. ესეც ხშირად მოგვისმენია და ხშირად არის ხოლმე მუდმივად აი სხვის თითის გაშვერე, რომ ის სამწოდოაშია, ეს სამწოდოაშია და მიფიქრია, რომ თვითონ გაგიფიქრები ადამიანს, რომ თვითონ კი მარა ესე რო იქცევა და ესე ცოდვაში როა თავისას ვერ ხედავს. ეს არის ხიბლის მდგომარეობა? არის, რა თქმა უნდა, ხიბლის მდგომარეობაა ეს და განსაკუთრებულად მინდა გითხრათ, რომ ესეთი ხიბლის მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან ახლად მოქცეულები ეკლესიაში. და მე ყველას რა თქმა უნდა მოუწოდებ ამ სიფრთხილისკენ საკუთარ თავსაც, იმიტომ რომ ამისგან დაზღვეული არასდროს არავინ არ არის, იმიტომ რომ შეიძლება მართლაც აღმოჩნდე იმ თვითკმაყოფილებაში, რომ კი ყველაფერი კარგადაა, ასე გეგონოს და არანაირად არ ამოწმებდე. რაღაცა ღმერთთან შენი ურთიერთობა ბუღალტერია არასდროს არ არის, რომ რაღაცა ის ანგარიშები ჩააბარო, თქვათ რა. აი ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მე საკუთარ თავს ვამოწმებ, რომ ამ ღმერთთან ურთიერთობაში ვასრულებ თუ არა იმ მოთხოვნებს, თქვათ რა მოთხოვნებიც ღმერთმა თქვათ სახარებაში დაწერა. ეთანხმება თუ არა ჩემი ცხოვრების წესი ამ ყოველივეს. თუ მხოლოდ კანონებით ვიმართები, რატომ ვთქვი რომ ახლად მოქცეულობს ემართებათ მეთქი ძალიან ხშირად? იმიტომ რომ სახარების სულს რომ ჩასწვდე, ერთი ძალიან საინტერესო განმარტება არის სახარების სულს რომ ჩასწვდეო, ქრისტეს მკერდზე უნდა კონდეს თავი მიყრდნობილი, ისევე როგორც იოანე ღვთისმეტყველს დიდი სერობის დროს, საიდუმლო სერობის დროს, გაცრავად და აი მართლაც როგორც მას ქონდა მის მკერდზე თავი მიდებული, დაახლოებით ესე არის, რომ ამ სულს რომ ჩასწვდე და ეს გაიგო, მართლაც ესე უნდა კონდეს თავი მიდებული და რაღაცნაირად უნდა გესმოდეს, რას გელაპარაკება და მას უნდა უსმენდე. და ძალიან ხშირად ჩვენში თავნებობა უფრო მეტია, აქედან გამომდინარე, როგორც კი მოვედი ეკლესიაში და გავიგონებ თქვათ მცნებების შესახებ, რომ აი მაგალითისთვის რომ ცოდვა არის მრუშობა და შეიძლება ამის გამო გამოვიდე და სულ თმებით ვათრიო თუ კი ვინმე გავიგე რომ იმრუშა და რაღაცნაირად ესე იგი მოუწოდო რომ შენ უნდა დატოვო ეკლესია, შენ არ ხარ აქ ყოფნის ღირსი, შენ და გავიწყდება რომ შენ საიდან მოხვედი? შენ ვინ მოგცა მისი უფლება? ეხლა ვიღაცა იგივე მე მქონია ესეთი შემთხვევები და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ასეთი მითითებები რომ გაუკეთებია და მე რომ ვეუბნები რომ თქვენ არა გაქვთ ამისი უფლება, ისინი მაშინვე წმინდა წერილზე მიმითითებენ, რომ როგორ ძველ აღთქმაში ხომ დაწვა ღმერთმა სოდომი და გომორი? დიახ, დაწვა. ოღონდ ღმერთმა, შენ კი არა. და იცით რა, ღმერთს უნდა დააცადოთ, რომ გადაწყვეტილებას იზღებულობს. შენ უღებულობ ამ გადაწყვეტილებას. შენ არ ხარ ღმერთის ხელში ის იარაღი, რომელსაც ღმერთი გამოიყენებს ისე როგორც გამოიყენა მაგალითად ა ブラ ამი ვიღაცის დასაჯელად. როგორც გამოიყენა დავით მეფსალმუნე ვიღაცის დასაჯელად, როდესაც ეუბნება წახვალ და ილაშქრებდა, თქვათ ასე. მაგრამ მოდით მაშინ მე ესეთ შეკითხვას დავსვავ აქ. აი სად არის მაშინ სხვარი, რომ არ იყო ნელთბილი და სადაც ათქმელია რომ მიუთითო ადამიანს და სადაც თავია შესაკავებელი რომ შეიკაო. იმიტომ რომ ჩვენი რწმენა ხო გასაგები აქვს წამს რაღაცაერთ ვემსახურებით ღმერთს, მაგრამ ხანდახან ეს რწმენა ხო დაცვასაც საჭიროებს. რა თქმა უნდა საჭიროა. რომ ვიღაცამ არ შეურაცხოს. აი სად გადის ეს სხვარი რომ თან ნელთბილები არ ვიყოთ და თან არც ხიბლში არ ჩავარდეთ. ახლავე მოგახსენებთ. ეს არის ესე იგი დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება საკუთარი თავის წინააღმდეგ. აი ეს გახლავთ სწორედ ამაზე პასუხი, იმიტომ რომ როგორც კი მე მართავ ბრძოლას სხვის წინააღმდეგ, ესე იგი რაღაცა პრობლემა მაქვს. როდესაც ვლაპარაკობ სხვების ცოდვებზე, ესე იგი პრობლემა არის ჩემში. ჩემი მოვალეობა არის ქადაგება, მითითება იმისა, რომ აი მაგალითისთვის თქვა, რომ აი მცნების დარღვევაა ტყუილი, თქვა რომ დედმამის უპატივცემულობა ძალიან დიდი ცოდვაა, თქვა რომ ღალატი ოჯახისა ძალიან დიდი ცოდვაა და ავხსნა განმარტება მივცე ყოველივე ამას. მაგრამ
მითითება რომ შენ ხარ ასეთი და შენ ესე იგი ეკლესია თქვათ ამის გულისთვის ასეთ სასჯელს დაგადებს და ღმერთი არ შეგიწყალებს და ეს იცით რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს რომ მე ვერ მალავ ჩემს აგრესიას ადამიანის მიმართ და არა ცოდვის მიმართ. ეს არის ხიბლის ისეთი მდგომარეობა საიდანაც ადამიანის გამოფხიზლება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მას სჯერა სრულად არის დარწმუნებული იმაში, რომ ის ეხლა ჯულს იცავს და განამტკიცებს იცი რითი? სხვისი ლანძღვით, სხვისი მხილებით არის პირდაპირ შეპყრობილი ზოგიერთი, ესეც ხიბლის ძალიან მძიმე მდგომარეობაა და შეიძლება ნახოთ მათ შორის მოძღვრებიც კი, რომლებიც შეიძლება გამოდიოდნენ და ერთმანეთს საჯარო სივრცეში რაღაცაზე უმტკიცებდნენ, რომ მე ვარ უფრო მართალი და შენ ხარ უფრო მართალი. ეს არაფრით არ შეიძლება. მაგრამ ვიღაცა ხა აქ იკითხავს რომ მაშინ აი მხილება არ შეიძლება ადამიანის ხელით? ამას აქვს თავისი სახარებულისეული სწავლება. მაგალითად თუ თქვა დავინახე მოძღვრის შეცდომა, მე ვალდებული ვარ რომ მასთან მივიდე. ოღონდ ხალხში კი არა. უნდა მივიდე, როდესაც ის მარტოა, როდესაც ის ერთია და უთხრა რომ მამაო, იცი რა, მე ესე დავინახე ეს და შეცდომა ხომ არ დაგიშვი, აბა კარგად დაფიქრდი. თუ და ნამდვილად და აშკარად ვიცი რომ შეცდომა აქვს დაშვებული და ეს ადამიანი უარობს ამ შეცდომას. ამ შემთხვევაში მე ვალდებული ვარ რომ მიუთითო რომ მამაო, აი ასე მგონია და მოდი მაშინ უფრო კომპეტენტურთან გავარკვიოთ. რადგანაც მე ჩემს აზრზე ვრჩები და შენ შენს აზრზე ვრჩები, ჩვენ ხომ ძმები ვართ. ჩვენ ხომ შვილები ვართ ღმერთისა. მოდი გავარკვიოთ უფრო კომპეტენტურთან. წავიდეთ შულის მცოდნესთან, წავიდეთ ისეთ ადამიანთან, ვისაც უფრო მეტი სამოძღვრო გამოცდილება აქვს და მან გვითხრას, თუ მე ვცდები, მე ვითხოვ შენდობას. თუ შენ ცდები, შენ გაქვს გამოსასწორებელი და რომ არ მინდა რომ შეცდომაში დავრჩე, ამიტომ მოვედი მე შენთან სიყვარულით. მაგრამ ეხლა პირიქით თუ მოვიქცევი, წარმოიდგინეთ რა მოხდება. გამოვედი და სოციალურ ქსელში ვაკეთებ განცხადებას, რომ ამა და ამ მოძღვარს, ჩემს ძმას არ ვამბობ, მაგრამ ასე უნდა იგულისხმებოდეს ეს, იმიტომ რომ ჩემი ძმა არის. ყველა მოძღვარი ჩემი ძმა უნდა იყოს. ასე უნდა იყოს ნამდვილი განცდა ქრისტიანისა. მე როგორც მოძღვარი ამას ახლა ესე ვამბობ. და ვამბობ, შეეშალა ესა და ეს. თუ არ გამოსწორდება, მას ეკუთვნის ესა და ეს სასჯელი, საეკლესიო კრების ამა და ამ კანონის თანახმად. აი გეკითხებით, ეს რას მოიტანს? გაღიზიანების გარდა ამ მოძღვარს უკან მრევლი უდგას, ცოლშვილი ყავს, უამრავი მეგობარი ყავს, ბავშვობისა თუ დიდობის, რომლებმაც არც კრება იციან, არც კანონი. ისინი ხომ აგრესიულად განეწყობიან ჩემს მიმართ. თვითონ ამ მოძღვარსაც ხომ გული დაწყდება, რომ ცალკე რომ გეთქვა, იქნება და გამოვსწორებულიყავი. ამიტომაც ეს თითის გაშვერა, ესე სატელევიზიო თუ რაღაცა საინფორმაციო სივრცეში ერთმანეთის მხილება, გაახლავთ ხიბლი და მეტი არაფერი. ხიბლი, რომელიც საკუთარ თავს ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ სხვის ძალიან დროული ყოფილა ეს ჩვენი გადაცემა იქნებ რაღაცნაირად კი, ეს გახლავთ აი ხიბლისეული ისეთი გამოვლინება, რომელიც აი ძალიან აზარალებს არა მარტო თვითონ ამ ადამიანს, რომ ის ცოდავს, პირდაპირ გეტყვით, რომ სახარებისეულ სიტყვებს გადაუხვია და ცოდავს, არამედ აზარალებს უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ მე შეუცდომელი არ მგონია ჩემი თავი. და ეხლა წარმოვიდგინე მე რომ რამე შემეშალოს და ასეთი რამ ვინმე განცხადება გააკეთოს საჯარო სივრცეში, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება თუნდაც ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, რომელიც ამას ძალიან განიცდის და თქვათ ემოციურად შეიძლება შეხედოს ამ ყოველივეს, ჩემი მრევლი, იქ ვიღაცა შეიძლება აღმოჩნდეს მათ შორის ისეთ ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს ჩემს დაცვას მუშტიკრივით. ამიტომაც ძალიან დიდი სიფრთხილეა ამ ყოველივეში, საჭირო, როდესაც მხილების სული შემოგაწვება და რომ გინდა რომ ეხლა და ზუსტად რომ იცი რომ სამხილებელია, მართლა ზუსტად იცი, იმიტომ რომ ჩაიდინა რაღაცა მძიმე დანაშაული ადამიანმა და ეხლა უნდა გამოხვიდე და ილაპარაკო ამაზე, როგორც კი ეს სული შემოგაწვება, მაშინვე გაითვალისწინე ის მდგომარეობა, რომ იმ ადამიანის უკან ძალიან ბევრი ხალხი დგას. ამავდროულად გაითვალისწინე ისიც, რომ შენი საკუთარი თავის ჩაყენება უნდა შეგეძლოს იქ, რომ შენ რომ შეგშლო და რა უფრო მოგეწონებოდა, საჯარო მხილება თუ მოსვლა ადამიანურად და კაცურადაც და ასე გეთქვა რომ იცი რა ჩემო მამაო ის მე მგონი რაღაცა ზედმეტი მოგივიდა და მოდი ხა ეს საკითხი ესე გამოვასწორო. მაშინ კიდევ ერთ შეკითხვას დავსვათ თქვენის ნებართვით, აი თუ ხდება ხოლმე რომ აი საჯაროდ რაღაცა თემის განხილვა და შემდეგ ამას მოყვება რომ იცით ეს არ იყო სწორი
და მე ვფიქრობ, რომ ესე უნდა გადაგვეწყვეტა ეს საკითხი. ანუ გულისხმობ სიტყვაზე არ მოვერიდები და ვიტყვი საჯარო გამოსვლები სხვადასხვა მოძღვრების მხრიდან, რომელიც რაღაცა მხრივ აზარალებდა და აზიანებდა ეკლესიის ავტორიტეტს. ეს თუ ხდებოდა საჯაროდ. საზოგადოებამ საჯარო პასუხი არ უნდა გასცეს ან შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა და რატომ ამბობ ამას? რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს არ იყოს სწორი პოზიცია და შესაბამისად ფართოდ სატელევიზიოდ გაეცეს ამ ყველაფერს პასუხი კომპეტენტური პირისგან და არ გულისხმობ, რომ ლანძღვაღინებით და მუშტიკრივით მოხდეს ამაზე პასუხის გაცემა. აი, ამ დროს როგორ უნდა მოხდეს დაბალანსება, რომ ფართო საზოგადოებამ თუ იმ ერთი ადამიანისგან მოისმინა რაღაცა თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკა, თუნდაც ეკლესიის ინსტიტუციის ან კონკრეტული პირების მისამართით და ამას საჯარო პასუხი არ გაეცა მეორე მხარის მხრიდან. აი, ამ დროს რა ხდება? რომ ისევ საზოგადოებამ გაიგოს ფართო საზოგადოებამ რა ხდება და როგორ ხდება და არ იყოს სისრუეში. მესმის, რასაც კითხულობთ, იმიტომ რომ ნამდვილად ესე იგი ძნელი დასათმენია, თქვათ, ცილისწამება. აი ეკლესიის მიმართ წამოსული ცილისწამება, პატრიარქის მიმართ, რომელსაც პატივს სცემდა გიყვარ შენი მოძღვრის მიმართ, ოჯახის მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს? როდესაც მოდის ცილისწამება და როგორ უნდა გაკეთდეს? ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მე გეტყვით, რომ არის რაღაცა საკითხები, რომელსაც პასუხი საერთოდ არ უნდა გაეცეს. საერთოდ არ უნდა გაეცეს ჩვენი პასუხი. უკიდურესი ხშირად ასე იქცეოდა. ხშირად არა, ვფიქრობ ალბათ 95% სიმართლე გითხრათ, შინაგანად როგორც ერთი მრევლის მრევლთაგანი რაღაცნაირად ბრას ვგრძნობდი ხოლმე, რომ აი რატო ვარ თქმად. დილებლობის გრძნობა გიჩნდება, იმიტომ რომ არ გაეცი სათანადო პასუხი ადამიანს. ეხლა ნახეთ და ხშირად თვლიან, რომ შენ პასუხი არ გაქვს და ამიტომ არ გაეცი. სინამდვილეში ეს სულ სხვანაირად არის. მე ნეტარხსენებულ პატრიარქთან ხშირად მისაუბრე ამ თემაზე, როდესაც მქონდა პატივი მასთან მსახურების ახლო ყოფნისა, საპატრიარქოს თანამშრომელი როცა გახდით და მისაუბრე ამ თემაზე და ერთხელ ვკითხე კიდეც, რომ როგორ ეხლა ამას პასუხი არ უნდა გაეცეს და მან ასეთი რამ მითხრა, რომ იცი რა, ამას რომ გაეცეს ეხლა ჩვენი მხრიდან პასუხი, აუცილებლად იქედან კვლავ წამოვა შემდეგი პასუხი. მე მაშინ იმასაც უნდა გავცეთ პასუხი და ეს პოლემიკა არასდროს არ დამთავრდება. ამიტომაც ჩვენ თუ ეხლა არ გავცემთ ამაზე პასუხს, ეს ხვალ არავის აღარ ემახსოვრება და ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ დაგვწამა ცილი, ჩვენგან იყოს შენდობილი და საზოგადოებასაც არ მივცემთ ღელვარების რაღაცა საფუძველს, რომ თითქოს ორი დაპირისპირებული მხარეა და ერთმანეთში ჩვენ ესე ვდაობთ. ეს გახლავთ, მინდა გითხრათ, 60 კილოს სიბრძნე. ეს გახლავთ ძალიან დიდი სულიერების შედეგი, რომელიც ნეტარხსენებულ პატრიარქს არც ერთი აკლდა და არც მეორე, ყველა დამემოწმება მთელი საქართველო და ნახეთ ჩვენ ამ დამოწმებას არ სჭირდება ბევრი საბუთი. როგორი იყო მისი დაკრძალვის ცერემონიალი და ნახეთ მთელი შეკრებილი საქართველო და სწორედ ამ სიბრძნის გამო ქონდა მას ესეთი დიდი პატივისცემა. მაგრამ რაც შეეხება მე თქვი რომ აი რაღაცა არსებობს კონკრეტული, რომელსაც საერთოდ არ უნდა გაეცეს პასუხი და ამას მიზეზს ვიტყვი რატომ? იმიტომ კი არა რომ ჩვენ სათანადოდ არ ვაფასებთ თქვათ ოპონენტს, ასე ვთქვათ, ოპოზიციონერს, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ამ რაღაცა გარკვეულ შეხედულებას. არა, ეს ასე საერთოდ არ არის. უბრალოდ ვუფრთხილდებით საზოგადოებას. იმიტომ რომ არის პავლე მოციქულის პირდაპირი მითითება კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში და არაერთგზის მიხსენებია ჩვენს გადაცემაში, რომ თქვენ შორის როგორ არ აღმოჩნდა კაცო ბრძენი ადამიანი, ესე წერს პირდაპირ, რომო საეკლესიო საკითხები საჯარო სივრცეში არ განიხილოთ, თანამედროვე ქართულად შეიძლება ასე ჟღერდეს, შეიძლება სიტყვით არ მივდევდე ახლა ტექსტს, მაგრამ შინაარსი მისი ასეთია, რომ საეკლესიო საკითხები არ განიხილებოდეს საჯარო სივრცეში. ამიტომაც ნახეთ მიზანი ძალიან ხშირად თვითონაც კი ვერ აცნობიერებს ადამიანი, როდესაც თქვათ ეკლესიას კრიტიკულ წერილს დაუწერს საჯარო სივრცეში ან სიტყვით იტყვის, არ აქვს მნიშვნელობა, ვერც კი აცნობიერებს როგორ ხდება ბოროტის იარაღი. ნუ რავინ მიიღებს ამას შეურაცხყოფად, იმიტომ რომ ბოროტის იარაღი აღმოჩნდა მაგალითად გველი. გველი რომ დაწყევლა ღმერთმა გველი, ცხოველი კი არ დაწყევლა, მართლა დაწყევლა ის, ვინც იარაღად გამოიყენა გველი. ასეთ იარაღად ადამიანები იყვნენ გამოყენებული, როდესაც ყვიროდნენ რომ გადმოდი მაგჯვრიდან და გიწამებთო. ეს ბოროტისგან იყო, რა თქმა უნდა. ეს გახლავთ იარაღი და ქრისტეს მათ პასუხს არ ცემდა. არაფერი არ უთქვამს, იცით რა, რომ გადმოვიდე მაინც არ მიწამ. იცით სახარებაში ასეთი რამ წერია? რომ გადმოვიდე მაინც არ მიწამებ და ჯობია ბარემ აქვია. არა, ასეთი რამე არ წერი. არ ცემდა მათ პასუხს. რატომ არ უყვარდა? ღმერთ შეიძლება ვინმე არ უყვარდეს? მამა შეიძლება რომელიმე შვილი არ უყვარდეს? იმიტომ რომ არ შეიძლება მათზე პასუხის გაცემა. ეს არის კითხვა,
რომელიც გველმა დასვა, რომ მართალია ყველა ხილის ჭამა აგეგრძალათ, ზუსტად იცის რომ ეს არ არის მართალი, მაგრამ გიწევს საპაექროთ და როგორც კი შედის პაექრობაში მასთან ევა, აღმოჩნდება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენ ხედავთ დღეს კაცობრიობას. და რატომ იცით რომ როგორც კი იწყებს მტკიცებას, ცუდის მტკიცებას კი არ იწყებს, როგორ გეკადრება, ყველა ხილი კი არა, მხოლოდ ერთი აგვიგრძალა. ასე გითხრა, ნურც შეჭამ და ნურც მიეკარებითო. დაამატა. არ უთქვამს არ მიეკაროთო, უთხრა რომ არ ჭამოთო. აი როგორც კი რაღაცა დაამატა, შეცვალა მან ღვთის სიტყვა. იქვე აღმოჩნდა რომ ის უკვე სხვაგან არის და აღმოჩნდა რომ ღმერთს კი აღარ უსმენს, ამას უსმენს. ამიტომაც ეკლესია შეიძლება უამრავი კონდეს ესეთი ასე შეიძლება შედარება ანკესის გადმოგდება, რომელი ანკესიც ესე არ უნდა წამოეგოს ეს ეკლესია და ყველაფერზე ესე იქეთ და აქეთ პასუხი არ უნდა გასცეს, იმიტომ რომ ქრისტემ არ გასცა პასუხი, იმიტომ კი არა რომ არ უყვარდა, რომ უყვარდა, სწორედ იმიტომ არ გასცა პასუხი, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეიძლება. ეს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მღელვარების მეც არაფერს არ მოიტანს. ეს ერთი საკითხი. არის თქვათ თუ მართლაც განსაცემია კომპეტენტური პასუხი, ეს კომპეტენტური პასუხი უნდა მოვისმინოთ ჩვენ საპატრიარქოს ოფიციალური პირისგან, იმიტომ რომ ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მისი რაღაცა კერძო პასუხი, მაგალითად მე შეიძლება რაღაცა კითხვა დამისვათ, თუნდაც გაჩენილ რაღაც პრობლემებთან, დაპირისპირებასთან, მათ შორის პატრიარქის კრიტიკასთან, ან პირიქით ქებადიდებასთან და მე შეიძლება გამოვთქვა ჩემი აზრი, მაგრამ ამ აზრს ექნება მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, რომ ეს არის კონკრეტულად კერძო ერთი ადამიანის შეფასება და საპატრიარქოში კონკრეტული ერთი ადამიანის შეფასებით მართვა არ შეიძლება. იქ არის სინოდალური მართვა, თუ საჭიროება გახდება სინოდის კომპეტენტური პასუხი იქნება, თუ არა იქნება იმ თანამშრომლების გულისხმობ ადმინისტრაციული მმართველების, იქ არის მდივანი, იქ არის პრეს-ცენტრი, იქ არის თქვათ მღვდელმთავრები, ქორეპისკოპოსები, რომლებიც პატრიარქს ეხმარებიან და მათი ერთობლივი პასუხი იქნება ესა და ეს იქნება კომპეტენტური პასუხი, რომელზედაც ჩვენ დავარქმევთ, რომ აი ოფიციალური ეკლესიის პოზიცია ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მოგწონს თუ არ მოგწონს სხვა საკითხია, ბევრი რამ შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა დაემორჩილო, იმიტომ რომ თუ ეკლესიური ხარ, ეკლესიური გაგება ამისა უნდა გქონდეს, რომ არ მომწონს, მაგრამ ვემორჩილები და თუ მოგწონს და კიდევ უფრო მეტი სიხარულით ემორჩილები, მთლად უკეთესი. ასე რომ ეს გახლავთ ეს კომპეტენტური პასუხი და არა ვინმე კერძო პირის, რომელსაც ძალიან ხშირად ამბობენ, აი ნახეთ ამ მღვდელმა რა თქვა, იმ მღვდელმა რო თქვა ეს მისი კერძო აზრია. დოგმატიკაზე არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ გარკვეულ რაღაცა თუნდაც ადმინისტრაციული მართვის საკითხებზე, თორემ ახლა მცნება თუ შეცვალა ვინმემ და სახარებისეული ტექსტი სხვანაირად წაგვიკითხა, ამაზე რა თქმა უნდა არც განიხილება ეს საკითხი. ამიტომაც ცოტა მე მგონი თან ჩქარჩქარაც ვლაპარაკობდი და არ ვიცი რამდენად გასაგებად, მაგრამ მაინც რომ დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, აი ხიბლისეული მდგომარეობა გახლავთ ის მდგომარეობა, კვლავ დავკონკრეტდები, რადგანაც ჩვენი გადაცემა დღეს ამას ეხება, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს. და როდესაც ვერ ხედავს საკუთარ თავს, აღმოჩნდება რომ ხედავს მხოლოდ სხვის ცოდვებს და შეუძლია ილაპარაკოს სხვის ცოდვებზე. შეუძლია გააკეთოს ასეთი რამ, რომ მე ამ ჟულის დასაცავად გულანთებულია, მართლა გულანთებულია და ეს გულანთებულობა კარგია, ოღონდ სწორი მიმართულება სჭირდება, გულანთებულია და ებრძვის ცოდვილს და არა ცოდვას და გამოუცხადებს, ესე იგი, სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას მას და ეს არის დიდი დანაშაული. არაფრით არ შეიძლება. პირიქით, ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ცოდვილს შევაგონოთ მისი მდგომარეობა, რა მდგომარეობაში იყოფება და ამისთვის ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი. და ეს გახლავთ სიტყვა. და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ კულტურულ სამყაროში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს რელიგიური თუ არარელიგიური სამყაროა, ყოველთვის სიტყვით ხდება რაღაცა პრობლემის მოგვარება. იმიტომ რომ თუ კი მე ამიგრძალავ, ესე იგი, უпростоრად თუ კი არ მყოფნის სიტყვათა მარაგი და არ მყოფნის სათანადო ინტელექტი არ გამაჩნია, მაშინ ჩემი თავდაცვის მექანიზმი არის მუშტი, ან იარაღი, ატომური ბომბი და ასე შემდგომ. მაგრამ თუ კი დიპლომატია არის, დიპლომატია რა არის? ორი მხარე რომ დაждდება და ერთმანეთთან დაილაპარაკებს და აი სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული ორი ქვეყანა, რომელიც ომს აპირებდა, შეიძლება დიპლომატიურმა მოლაპარაკებამ გააჩეროს და სისხლის დაღვრისგან გადაარჩინოს ორი ქვეყანა.
აი ესეთი გახლა უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანებთან მიმართ და არა ის რომ თურმე ძველაღთქმაში დავით მეფეს ხომ უბრძანა რომ მისულიყო და ამოეხოცა იქ ამალეკელები და აღარ დაეტოვებინა არც კაცი და არც ქალი ცოცხალი და მე მეუნებიან რომ ასე კი ხო წერია ძველად კი წერია როგორ არ წერია მაგრამ დავით მეფეს რომ უბრძანა ეს დავით მეფე რო წინასწარმეტყველი იყო და ღმერთი რო ეცხადებოდა და ფსალმუნებს რო წერდა მისი კარნახით ეს თუ იცი შენ ამას ვეკითხები და შენ თუ ქონია ასეთი გამოცხადება ოდესმე რახან დავითს უბრძანა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ შენს გაქვს იგივე სუფლება რახან აბრაამს უბრძანა შენს გაქვს იგივე სუფლება არა შენ ერთადერთი უფლება გაქვს შეაფასოს საკუთარი მდგომარეობა რომ რა სულიერ სიღრმეებზე იმყოფები, იხედები თუ არა საკუთარ სულში, ცდილობ თუ არა იმ ბნელი კუნჭულების მოძებნა, სადაც რაღაცა ცოდვას ბუდე გაუკეთებია და არანაირად არ ცდილობ იქედან იმის ამოძირკვას, პირიქით განამტკიცებ მას რაღაცნაირად მეტ საძირკველს შეიძლება უმზადებ უფრო იმისთვის, რომ უფრო გამყარდეს ეს ცოდვა შენში და ებრძვი თუ არა ამ ყოველივეს. თუ ებრძვი მხოლოდ იმას ვინც გარეგნულად ცოდავს შენი დანახვით, რომ დაინახა აგერ კაცმა იმრუშა და ეხლა უნდა ვეცე და უნდა ვაჯანჯღარო ეს, იმიტომ რომ აღარ გაიმეოროს. ეს ხომ სუფთა ხიბლისეული მდგომარეობა. ამიტომ ეკლესია ასე არასდროს მოქმედებს. ეკლესიის მოქმედება გახლავთ ასეთი: მისი ყველაზე ძლიერი მხარე გახლავთ სიტყვა, რომელსაც ის ქადაგებს, მისი ყველაზე ძლიერი მხარე გახლავთ სიყვარული, რომლითაც მას უყვარს ყველა ცოდვილი, მონანული, რომელიც გააცნობიერებს თავის სულიერ მდგომარეობას და იტყვის, რომ შენდობა სჭირდება და მისი ძლიერი მხარე გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებს გულში ჩახუტებულს მიიყვანს ქრისტემდე. და დრო აღარ დაგვრჩა მამაკახაბერ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავსვა ეს შეკითხვა, როგორ ვუშველოთ ადამიანს ან საკუთარ თავს თუ ვართ ხიბლში და თუ საკუთარ თავს გარედან ვერ ვხედავთ. ძალიან ძნელი ამბავია მინდა გითხრათ. რაღაცნაირად ძალიან მოკლედ უნდა გითხრათ ეს ფორმულა. ძალიან ძნელი ამბავია, იმიტომ რომ ამ პარტავნებას მხოლოდ ერთი რამ შველის თავმდაბლობა და როდესაც ცოტა საშიში რამეა ეხლა რასაც ვამბობ, ვიცით რა, როდესაც ადამიანი თვითონ არ იმდაბლებს თავს და ამ პარტავნებიდან არ ვფრით რაღაცა თითქოს ლამაზ ცხენზე ამხედრებული ადამიანი რო წარმოიდგინოთ ეხლა და ამ ცხენს რო მიაჭენებს და არაფრით აღარ უნდა ამ ცხენიდან ჩამოსვლა, მაგრამ ეს ცხენი ერთხელაც იქნება დაიღლება და გადმოაგდებს იქედან დაახლოებით ეს მდგომარეობა არის და ჩვენ ვშიშობთ იმას რომ ამ ცხენიდან ჩამოვარდნილი ისე არ დაილეწოს რომ სიცოცხლის უნარი არ დაკარგოს საერთოდ აი ამ საშიშროებას განვიცით ამიტომაც ღმერთმა შეიძლება ერთხელაც დაუშვას ეს განსაცდელი მასზე და გამოფხიზდეს ეს ადამიანი მაგრამ სანამ ამ განსაცდელს დაუშვებს ჩვენი მოწოდება და საკუთარი თავს ვეუბნები ამას პირველ რიგში, რომ აუცილებელია გადახედოს საკუთარი ცხოვრების წესს, საკუთარ ლოცვას, საკუთარ აღსარებასა და ზიარებას, საკუთარ დამოკიდებულებას ადამიანებთან, რომ არ გამოგეპაროს ის მდგომარეობა, რომელსაც ქვია ხიბლი და ამპარტავნება და არ დაემსგავსო იმ ხედარს, რომელიც მხოლოდ მაღლა, ესე იგი ამ ლამაზი ცხენიდან იყურება. და ვინც მის სიმაღლეზე არ არის, ესე იგი ყველა იმათ მიაჩნია, რა ქვია, გადასათელად, რომ ამ ცხენით უნდა გადაურბინოს და ავიწყდება, რომ ეს ის ცხენია, რომელმაც შეიძლება ერთხელაც დიდ ტლაპოში ჩააგდოს ეს ადამიანი და აღმოჩნდეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამიტომაც უნდა გადახედოს მან. გადახედოს იცით რა, აი როგორ ლოცულობს, ამითი დაიწყოს. ხომ აქვს კანონი მიცემული, რომ აი უნდა ილოცო, აი ღმერთთან ურთიერთობა უნდა გქონდეს. როგორ უნდა ილოცო, აი როგორ ლოცულობ, როგორ გაქვს ეს მოწესრიგებული და რას აკეთებ, ამითი დაიწყე ფიქრი და ეს ძალიან დაგეხმარება. ძალიან დიდი მადლობა მამაკახაბერ, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ხშირ შემთხვევაში გარედან ვუყუროთ ჩვენ თავს და თავი დავიცვათ ამ ძიმეცოდვისგან, რასაც ხიბლი და ამპარტავნება ქვია. ამინ ასე ყოფილიყოს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი საცდურია და დაზღვეული ამისგან არასდროს არავინ არ არის. მადლობა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.